მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. მოხარული ვარ, რომ დამითმეთ დრო და გახსენით ჩემი არხი. გავატაროთ 2 დღე ერთად. სამზადისი მაქვს, ველოდები ნანას ოჯახით და ჩემს მშობლებს. დღეს გამოვიდნენ უკვე სახლიდან, ღამეს სასტუმროში გაათევებენ ნახევარგზაზე და ხვალ უკვე ჩვენთან იქნებიან. ახლა მინდა რომ მოვამზადო ტერამისუ. ასევე მინდა რომ დღეს შევახვიო ტოლმა და ჩავდო მაცივარში და დანარჩენს უკვე ხვალე გავაკეთებ. ქათმის ხორცი უკვე შევაზავე, დავამარინადე, როგორც იტყვიან და უკვე დევს მაცივარში და ხვალ გამოვაცხობ კიდევ ხაჭაპურებს. ასევე უგლუტენო ხაჭაპური მინდა რომ გამოვაცხო და ჩვეულებრივი ხაჭაპურიც, რადგან ნანასთვის არ შეიძლება გლუტენი და მინდა რომ ტერამისუც მოვამზადო უგლუტენოც და ჩვეულებრივი ტერამისუც, მოკლედ ნახოთ რა გამოვა. ტერამისუსთვის ყავა უკვე მოვადუღე, მოვამზადებ კრემს, ავიღებ 500 გრამ ნაღებს და გავთქვეფავ 250 გრამ მასკარპონესთან და აქ არის 370 მილიგრამი შედედებული რძე, მაგრამ არ მგონია რომ მთლიანად გამოვიყენო, დავაკვირდები კონსისტენციას. ასევე დამჭირდება ასეთი ნაღების შემასქელებელი 2 ცალი და ვანილი. ამას გავაკეთებ ჩვეულებრივ ტერამისუს ამით და ეს არის უგლუტენო ტერამისუს ჩხირები, სავოიარდის ჩხირები, რომლებიც მე თვითონ გამოვაცხე გუშინ და სასწაული კარგი გამოვიდა. არც კი მჯერა მართლა, გამოვაცხე უბრალოდ უგლუტენო ფქვილით. მოვამზადებ აი აქ გავაკეთებ ნანასთვის და ამ მოზრდილში გავაკეთებ ჩვეულებრივს. ნაღებს ვთქვეფავ კარგად შესქელებამდე, ვანილთან და ნაღების გამასქელებელთან ერთად, შემდეგ ვუმატებ მასკარპონეს, კიდევ ვთქვეფავ და ვუმატებ შედედებულ რძეს. ამჯერად გამოვიყენე მთლიანი შედედებული რძე, მეგონა რომ გათხელდებოდა, მაგრამ არ გათხელდა, ამიტომ მთლიანი შედედებული რძე გამოვიყენე. სანამ ვამზადებ, მოგიყვებით ჩემს ამბებს. 2 დღის უკან ვიყავი ექიმთან, ახლა ვარ 37 კვირის და როგორც ექიმმა ამიხსნა, ყველაფერი უკვე კარგად არის, სადაცაა პატარა დაიბადება, მომიხსნა ყველა წამალი, რასაც აქამდე ვსვავდი, წესით ასე წამალს ხსნის ექიმი, მაშინ როცა 40 კვირას გადასცდება ორსული და სიმართლე გითხრათ, ცოტა პანიკაში ვარ, რადგან არ ველოდი ასე ადრე, როგორც თვითონ ამიხსნა, ნებისმიერ დროს შეიძლება დაიბადოს, რადგან ბავშვი დაწეულია, გახსნა არის და მოკლედ ქალბატონები გამიგებენ. შემდეგი ვიზიტი დამინიშნა 1 კვირაში და თან მიაყოლა, თუ 1 კვირაში მოხვედი, ხო ძალიან კარგი იქნება, თუ არა და დარეკე და აუცილებლად გავაგებინე, რომ იმშობიარეო. მოკლედ პანიკაში ვარ, სერიოზულ, თან განსაკუთრებით დღეს რაღაც განსაკუთრებულად მტკივა წელი და ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ნაკლები საქმე გავაკეთო. მინდა რომ ჩემები რომ ჩამოვლენ, დავხვდე, აი ელემენტარული რომ დავხვდე და შემდეგ მშობიარო თუ რას ვაკეთებ, უკვე ჩემთვის სულ ერთია. აბსოლუტურად ყველანაირი გეგმა ამერია, წესით 20-ის მერე ველოდებოდი პატარას და უფრო წყნარად ვიყავი აქამდე, ახლა აღარ ვიცი რა ვქნა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ოღონდაც ან 14-მდე ვიმშობიარო და მინდა რომ 14-ში უკვე სახლში ვიყო, ან და 14-ის მერე, რადგან 14-ში ბავშვები სკოლაში მიდიან და ყოველ წელიწადს განსაკუთრებულად ვემზადები ამ დღისთვის, არც ამჯერად იყო გამონაკლისი, მაქვს ბავშვებისთვის საჩუქრები, ნაყიდი და შენახული, ასევე
ბუშტებით ან გოჯა ახალ სკოლაში შედის პირველად და მინდოდა რომ ეს დღე ყოფილიყო განსაკუთრებული. დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი იქნება ისე როგორც ჩემს წარმოდგენაში, თუ არა და სკოლის პირველ დღეს ცოტა მოგვიანებით ავღნიშნავთ არაუშავს. ესეც ჩემი ტერამისუები მზად არის, ზემოდან სილამაზისთვის მოვაჭერი მარწყვი და მარწყვი მარწყვს არ ჰგავს, უფრო ჭარხალს გავს. სინამდვილეში მარწყვია. ახლა ამათ გადავაკრავ აი ამ ცელოფანს, ჩავდებ მაცივარში, ცოტას დავისვენებ და დავიწყებ ტოლმის მომზადებას. პირველ რიგში ვხარშავ კომბოსტოს, ამოვაცალე გული, ჩავდე წყალში და ოდნავ რომ დაიწყებს დუღილს, შემდეგ ვაცლი უკვე ფურცლებს. ეს კომბოსტო ძლივს ვიშოვე მართლა, აი დაცდილი მაქვს რაიმე თუ მჭირდება რაიმე პროდუქტი სასწრაფოდ, ზუსტად მაშინ გამოილევა ხოლმე ახლო-მახლო მაღაზიებში ეს პროდუქტი, ამჯერად ასე იყო კომბოსტოზე. თან სიმართლე გითხრათ, არც ისე მომწონს კომბოსტო, რადგან არც იხარშება კარგად და ნორმალურად და ბოლოებში იხევა. იმედი მაქვს რომ რაიმე მაინც გამოვა ამ კომბოსტოსგან. ბოლოს კომბოსტო მთლიანად გადმოვიტანე ლანგარზე, მოვხსენი ფურცლები და დავიწყე ცალკე ფურცლების ხარშვა. სანამ კომბოსტოს ფურცლები ცივდება, მოვამზადებ ფარშს. აქ მაქვს 1,5 კილო ძროხის და ღორის ფარში გარეული, დავუმატე 3 თავი ხახვი და 2 კბილი ნიორი. შემდეგ ეს ხახვი, ახლა ხედავთ კადრში რომ ჩავჭერი ჭიქაში და შემდეგ გავრეცხე, დავუმატე წყალი და წყალთან ერთად გავთქვიფე. შემდეგ დავუმატე ბრინჯი, ასევე 1 სუფრის კოვზი ტომატ პასტა და სუნელები. აქ მაქვს ბულგარული წიწაკა, ხმელი ქინძი და უცხო სუნელი. ამოვურიე კარგად ეს ფარში, რა თქმა უნდა მარილიც გემოვნებით და დავიწყე ტოლმის შეხვევა. დაბლა ქვაბს დავოფინე მორჩენილი კომბოსტო, რომ არ მიიწვას ტოლმამ დაბლა ძირზე, ვიწყებ უკვე აწყობას, როგორც ხედავთ, არ ვაკეთებ კონვერტივით, უბრალოდ გადავახვევ და ზემოდან ორივე მხრიდან ვტენი, როგორც იტყვიან, ტოლმის გვერდებს. თუ გრძელი გვერდები აქვს, ცოტას მოვჭრი. ამჯერად ტოლმა არ იშლება და უფრო უკეთესად იჭერს თავს. არ ვიცი, პირადად ჩემთვის ასე უფრო მოსახერხებელია, განსაკუთრებით ახლა, როცა კომბოსტო არ მიწყობს ხელს, უბრალოდ გადავახვევ და გვერდებში ჩავტენი. ესაც ჩემი ტოლმა, ბოლოს ცოტა ფარში მომრჩა და ასეთი ბულგარული წიწაკები გავაკეთე 2 ცალი. დიდი იმედი მაქვს რომ არ დაიშლება, რადგან ცოტა კომბოსტო არ მომწონს, კარგად ვერ მოიხარშა, მაგრამ რაღაცნაირად იხეოდა, მოკლედ იმედი მაქვს რომ მოხარშვის შემდეგ ცოტას მაინც დაიჭერს თავს. ამას ჩავდებ ახლა მაცივარში, ხვალ მოხარშვის წინ დავასხავ ზემოდან ტომატიან წყალს გახსნილი მარილში, დავაფარებ თეფშს ზემოდან და მოვხარშავ.
დაგიბრუნდით ცოტა მოგვიანებით, დილით დავიწყე საწოლების მომზადება და ამ დროს სერგო შემომიერთა, ამიტომ ვეღარ მოვახერხე გადაღება. მოკლედ მთელი ოჯახით მივალაგეთ სახლი, გავასწორეთ ლოგინები. დაბინავებული მყავს უკვე ყველა, ვიცი ვინცად იძინებს, გამოცვლილია თეთრეული. ახლა ცოტას მოვწესრიგდები და მოვამზადებ ხაჭაპურს. ახლა არის 2 საათი, სადღაც საათნახევარში უკვე ჩვენთან იქნებიან და ვიფიქრე რომ ჯერ თავს მოვიწესრიგებ, შემდეგ დავიწყებ უკვე ტოლმის მოხარშვას, ხაჭაპურებს და დავიწყებ მაგიდის გაშლასაც. I know it's bad, but I can't help myself. When I feel sad, I escape from my sense. Lately music's been my reminiscence. That's when I listen. I know it's bad that I can't help myself. When I get mad, I set fire to the დიდად მაკიაჟს არ გავიკეთებ, უბრალოდ ამოვითეთრე ჩაღამებული თვალები. უძილო ვარ და ოდნავ რაღაცას წავისმებ, ტონალურს არ ვისმებ და ეგ არის. way to keep it at a distance. That's when I listen. Music is the reason why I stay. A cheering melody will fix a melancholic heart. The music is the reason. The music is the reason why I stay. სულ ცოტა მოვიწესრიგე თავით და როგორი განსხვავება. მე რა დღეში ვიყავი და ეხლა რა კარგ მდგომარეობაში ვარ და ცხვირი მაქვს გასიებული. მართლა ცხვირი მაქვს ძალიან გასიებული, ძალიან. წავედით ახლა ხაჭაპური მოვამზადოთ. ჩვეულებრივ ხაჭაპურს მოვამზადებ ფენოვანი ცომისგან, ხოლო ნანასთვის მოვამზადებ ამ უგლუტენო ფქვილით, მაწვნიან ცომს. აქ მაქვს უკვე გამზადებული ყველის ასორტი, კვერცხი რომ ზემოდან წავუსვა, ეს ჭიქები გამოვიღე აპარატის ყავისთვის, რომ გონია რომ მოსახერხებელი იქნება, რადგან ვიცი რომ მამაჩემი ბევრ ყავას სვავს და ასევე ნანაც, ასე რომ ეს ჭიქები იქნება აქ. I know it's bad, but I can't help myself. When I feel sad, I escape from my sense. Lately music's been my reminiscence. That's when I listen. I know it's bad that I can't help myself. When I get mad, I set fire to the hell. The only way to keep it at a distance. That's when I listen. Music is the reason why I stay. A cheering melody will fix a melancholic heart. The music is the reason. The music is the reason why I stay. I feel alive, I feel alive, I feel alive. The music is the reason. The music is the reason why I I feel alive, I feel alive. The music is the reason. I see the signs when I stay in my shell. As soon as I'm sad, I tend to build a fence. That's when I need tunes to keep on living, like someone's listening. I see the